გამარჯობა, მე ვარ თეონა ამაღლობელი და ეს მერაკის პოდკასტია, ანუ ჩვენი პოდკასტი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმოდგენია არაფორმალური განათლების ინსტიტუტი მერაკი, სივრცე შენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. დღესაც ისევ და ისევ სოლო პოდკასტი მაქვს, ისევ და ისევ იგივე სტუდია, ისევ და ისევ არ ვიმყოფები საქართველოში და სამწუხაროდ ისევ და ისევ არ მყავს სტუმარი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველმა პოდკასტმა ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია, მოგეწონათ. მართალია, ბევრმა კომენტარი არ დატოვეთ და პირადში მოწერა გადაწყვიტეთ, მაგრამ მინდაც გულით გთხოვოთ. ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი თითოეული კომენტარი, თითოეული მოწონება, თითოეული გამოწერა, ასე რომ თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩვენი გამომწერები, ძალიან გთხოვთ, აუცილებლად გამოგვიწერეთ. თუ შენთვის მსგავსი საუბრები, რა თქმა უნდა, ღირებულია და მსგავსმა საუბრებმა ცოტათი მაინც დაგაფიქრა, ან რაღაცა კითხვა მაინც გაგიჩინა. დღეს ცოტა ეგოისტურ თემაზე მინდა გესაუბროთ, იმიტომ რომ გიჟდები, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ. ეს არის როგორ ავიხდინოთ ოცნებები და ვაქციოთ ისინი რეალობად. ჯერ საერთოდ რომ მოგიყვეთ, რატომ მაქვს მე უფლება გესაუბროთ ამაზე, გესაუბრებთ მიზნებზე ზოგადად და მოგცეთ რჩევები, მოკლედ მოგიყვებით ჩემს შესახებ. დავიბადე 90-იანებში, სადაც არც წყალი იყო, არც შუქი იყო, არც გათბობა იყო და მოკლედ ჩვენსგან ძალიან შორს იყო ეს ფერადი სამყარო. ერთადერთი ჩვენი გასართობი რაც იყო ის, რომ მე დავიბადე სოფელში, სამწრედიის ერთ-ერთ პატარა სოფელში. ჩვენი ერთადერთი ყველაზე დიდი გასართობი იყო ზაფხულში დედაქალაქიდან ჩამოსული ბავშვები. იმიტომ რომ ამ ბავშვებს ჩამოქონდათ სიახლეები, ხანდახან სათამაშოებით ჩამოქონდა ის, რაც ჩვენ სოფელში ბავშვებს არ გვქონდა ხოლმე. არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ოცნება, მაგრამ სადღაც ესე 7-8 წლის ასაკში მე ვიცოდი, რომ მე აუცილებლად საზღვარგარეთ ვისწავლითი. არ ვიცი, არ მახსოვს, რას ვუყურე, ვინ მომიყვა, თუ საიდან მოვიდა ეს ოცნება, მაგრამ ეს ოცნება ამ ასაკში გაჩნდა. შემდეგ გავიდა წლები, ცოტა უფრო მეტი 10-11 წლის გავხდი და გამოჩნდა ესეთი სერიალი მიამბუხე სულები. და აქ უკვე სუსტად ვიცოდი, რომ მე აუცილებლად ვისწავლიდი საზღვარგარეთ. აუცილებლად ვისწავლიდი საზღვარგარეთ, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი უდიდესი ოცნება. მიამბოხე სულებში მაშინ ჩანდა თავისუფალი გარემო, ისინი ცხოვრობდნენ სტუდენტურ საცხოვრებელში, ჰქონდათ ძალიან ლამაზი, ესე რომ ვთქვათ, გარემო და ასე შემდეგ და მინდოდა, რომ აი მეც იმ გარემოს ნაწილი გამხდარიყავი, მეც მქონოდა ისეთი სტუდენტობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ხმამაღლა ვერსად ვერ ვამბობდი, იმიტომ რომ წინა პოდკასტში ხო მოგიყევით, მე სულის მესმოდა, რომ უნიჭოა, მაგრამ მონდომებულია და უნიჭო საზღვარგარეთ როგორ ისწავლი და აბსოლუტურად ყველა ჩემი ოცნება, რასაც ვამბობდი ხოლმე, იყო აი დამცინოდნენ როგორ იცი, აი გულიანად რომ იცინოდნენ ჩემს ოცნებებზე, ჩემს მიზნებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე სულ ფიქრობდი, რომ აი გავიზრდები და განახებთ თუ არ შევძლებ საზღვარგარეთ წასვლას. ან მაგალითად ბავშვობაში, რაც ეხლა რადიკალურად განსხვავებულია, ეხლა არ ვიცი როგორ დაღლილი უნდა ვიყო, რომ ჩემი სახლი არ იყოს მოწესრიგებული და ბავშვობაში არ გამოვირჩეოდი აი ამ სიწესრიგით მოკლედ და დედა აი მას სუხას უსვამდა, რომ აი რა გეშველება და ერთხელ თქვი, რომ ის მეშველება, რომ მე რომ ვისწავლი მეთქი დამხმარეებიც მეყოლება, რომლებიც სახლის საქმეებში დამეხმარება თქო და ანუ ეს იყო, რა ვიცი, იმდენად სასაცილო ყველასთვის და როდესაც ვამბობდი, რომ აი მე საზღვარგარეთ უნდა წავიდე და იქ უნდა ვისწავლო თქო, ყველა სიცილით გვდებოდა. მოკლედ, აბსოლუტურად რასაც კი ვიტყოდი, რაც აი რა მიზანსაც კი დავისახავდი, ჟურნალისტობა მინდოდა თქო, მან ვინ მიგიღებს, მან ნაცნობი თუ არ ყავს ტელევიზიაში ფეხს ვინ შეგადგმევთ, აბსოლუტურად ყველაფერზე მეუბნებოდნენ, რომ არ გამოგივა და გავიზარდე, გავხდი სრულწლოვანი, ასე რომ არ გამოგივა, შენ არ გამოგივა, შენ არ შეგიძლია, შენი წარსულიდან გამომდინარე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ყოველთვის იყო ჩემში ეს ოცნება. როდესაც რაღაცა მთელი გულით გინდათ, არ არსებობს რომ ის არ ახდეს. გამორიცხულია, თუ თქვენში რაღაცა ოცნება არის ამ ეტაპზე. აბსოლუტურად ყველანაირი პოტენციალი გაქვთ ამ ოცნების სისრულეში მოსაყვანად. სხვანაირად ეს მიზანი უბრალოდ არ გაგიჩნდებოდათ. ერთ დღესაც, სრულიად შემთხვევით, როდესაც ვარ მესამე კურსზე, მამას მეგობარი მოვიდა ჩვენთან სტუმრად და
2011 წელი იყო მაშინ 2010-2011 წელი და ამ კაცმა მითხრა რომ იციო ძალიან მეცოდები თუ ახალგაზრდებიო ამ ქვეყნისთვისო და რატო არ აბარებ გოეთეს ინსტიტუტშიო და მეთქი ეგ რა არის მეთქი გოეთეს ინსტიტუტშიო და აიო ჩემი შვილიო თეოდადისო გერმანულსო სწავლობსო და მერეო შეუძლია გაცვლითი პროგრამით გერმანიაშიც წავიდესო და აი მანდ მივხვდი რომ ესე იგი რაღაცა შესაძლებლობა არსებობდა იმის რომ ეს ჩემი ბავშვობის ოცნება ამეხტინა. რა თქმა უნდა, როდესაც სოფელში მყოფი 8-9 წლის თეონა ოცნებობდა საზღვარგარეთ წასვლაზე, ეს იყო, რა თქმა უნდა, უტოპიური გეგმა იმ გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ქალაქი იმ პერიოდში, სადაც ვიყავი, ნამყოფი იყო სამტრედია და ეხა მოდი შენ და საზღვარგარეთ წადი საცხოვრებლად, სოცა შენს ოჯახს ამის არანაირი საშუალება არ აქვს ფინანსური. რა თქმა უნდა, ეს ხომ წარმოუდგენელი იყო მაშინ და კი, მესმის რომ ბევრისთვის რაღაცა არარეალური იყო, მაგრამ როგორც კი ჩვენ დავისახავთ მიზანს, შემდეგ ნელ-ნელა სამყაროში აბსოლუტურად ყველანაირი გზა გამოჩნდება მაშინ, როდესაც ამ მიზნის მისაღებად ვიქნებით მზად. ჩემ შემთხვევაში ეს იყო ეს კაცი, რომელმაც ესე გამინათა გზა და მითხრა, რომ არის შესაძლებლობა იმის, რომ გაცვლითი პროგრამით მაგალითად წახვიდე საზღვარგარეთ. მაშინ არც ინტერნეტი მქონდა სახლში, არც ისეთი ტელეფონი არ მქონდა, რომ მომეძებნა საერთოდ გოეთეს ინსტიტუტი რა იყო და მეორე დღეს, როდესაც მივედი ლექციებზე, ესე ჩემს მეგობრებს მოუყევი, რომ აი ესე თურმე თქო, გოეთეს ინსტიტუტი არსებობს თბილისში, შეგვიძლია ეგ ვისწავლოთ და შემდეგ წავიდეთ გერმანიაში გაცვლითი პროგრამით თქო და რა თქმა უნდა, არავინ არ მომისმინა, ზოგს იქაც სასაცილოდ არ ეყოთ. წავედი მე ლექციების შემდეგ, მივედი ამ გოეთეს ინსტიტუტში, ეხლაც მახსოვს რუსთაველის ის გამზირი, როგორ ავიარე აღმართი. მივედი და ვუთხარი, რომ ესე მეთქი, თქვენთან სწავლა მინდა, როგორ ხდება მეთქი, გერმანული რა დონეზე უნდა ვიცოდე, ეს გაცვლითი პროგრამები როგორ ხდება, მიფინანსდება თუ არა თქო და ნუ მოკლედ ჩემი ფინანსებიდან გამომდინარე, მე გოეთეს ინსტიტუტში მაშინ სამწუხაროდ ვერ ვისწავლიდი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მე დავნებდი. ვიპოვე მასწავლებელი, რომელიც შედარებით დაბალ თანხას იღებდა. ეს იყო მაშინ 30 ლარი ავჭალაში. ვიპოვე გერმანული ენის მასწავლებელი და დავიწყე მასთან მომზადება. ჩემი კლასელი იმ დროს უკვე იყო ოპერ პროგრამით გერმანიაში. ანუ რას ნიშნავს ოპერ პროგრამა? მოკლედ გეტყვით, ერთი წელი ცხოვრობ გერმანულ ენოვან ოჯახში. ესენ პასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ შენ მოგცენ ერთი ოთახი, პარალელურად 30 საათი კვირაში მუშაობ მათთან, ანუ ბავშვებს სკოლაში უნდა მიაკითხო, წამოიყვანო, მათთან ერთად ითამაშო, გაერთო და სანაცვლოდ ენის კურსებს გიფინანსებენ, ან მაქსიმუმ 1 ან 2 და ტრანსპორტი, ანუ იმ ქალაქში შეგიძლია უფასოდ გადაადგილება. ჯიბის ფული გაქვს 260 ლარი. მაშინ ჩემს მეგობარს ვუთხარი, რომ მეთქი ძალიან მინდა მეთქი წამოსვლა მეთქი და თუ შეგიძლია რომ აი შენს ოჯახში რეკომენდაცია გამიწიო და აი შენ როდესაც დაამთავრებ, მე ჩამოვიდე თქო და კიო რა თქმა უნდა ძალიან გაუხარდა, დამთანხმდა, მაგრამ აღმოჩნდი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ფინანსები დაახლოებით 1600-დან 1800 დოლარამდე მჭირდებოდა იმისთვის, რომ ყველა ის საბუთი მომეგვარებინა და გაფრენის ბილეთი მეყიდა, რაც მე მჭირდებოდა გერმანიაში ჩასვლამდე და მაშინ რა უნდა მექნა? ჩემს ოჯახს არ ქონდა, ყველაზე რთული ფინანსური პერიოდი ქონდა ჩემს ოჯახს მაშინ. არ ქონდა ამის საშუალება და ავიღე პროცენტიანი ვალი. ანუ 1800 დოლარი ვისესხე. ამ 1800 დოლარით ჩავაბარე გოეთეს ინსტიტუტში. გოეთეს ინსტიტუტის შემდეგ უკვე შევიტანე ვიზაზე საბუთები, ავიღე პასპორტი. რა თქმა უნდა, ყველაფერი იყო ფინანსებთან დაკავშირებული. მაშინ არც უვიზო მიმოსვლა გვქონდა და არც პირდაპირი ფრენები არ გვქონდა ესეთ ფასად, რაც აქ არის, მახსოვს ბილეთში გადავიხადე 800 დოლარი და იყო 12 საათიანი გადაჯდომით რიგის აეროპორტში. ეს იყო ჩემი ყველაზე გრძელი 12 საათი, იმიტომ რომ არიცი სადაც მიდიხარ, არიცი ის ენასრულ ყოფილად, ანუ რა ვიცი, აი ერთ წინადადებასაც კი ვერ ვამბობდი სწორად, გამართულად, გადაბმულად, ისი ავიღე ჩემოდანი და დავადები თავი და წავედი ჩემი ოცნების ასასრულებლად. იმდენად დიდი იყო ეს ჩემი ოცნება. მაგრამ რადგან ჩემს გონებაში დაიბადა იმის აზრი, რომ მე საზღვარგარეთ უნდა მესწავლა, აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფრის რესურსიც მქონია.
იყო თუ არა ეს გზა ადვილი? რა თქმა უნდა ადვილი არ იყო. ადვილი არ იყო არც იმ გერმანულის მასწავლებელთან სტუდენტობის პარალელურად, მაშინ როცა სადიპლომოს წერდი, პარალელურად გერმანულის სწავლა. ძალიან რთული იყო, არ იყო ადვილი. არ იყო ადვილი ის, რომ ამხელა პასუხისმგებლობა ამეღო და $1800 პროცენტიანი ვალით გამომეტანა. 10%-ს ვიხდიდი, ანუ თვეში ვიხდიდი მხოლოდ და მხოლოდ $180 პროცენტს და ამას არ აკლდებოდა ის თანხა. თანხას კი არ აკლდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი პროცენტი, ანუ ის $1800 ცალკე მქონდა დასაბრუნებელი მაშინ, როცა €260 მქონდა ხელფასი. მაგრამ ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი უდიდესი ოცნება და ამ ოცნებისთვის დავთმი აბსოლუტურად ყველაფერი. 1 წლის მანძილზე, სანამ გერმანიაში ვცხოვრობდი. არც ერთი ახალი კოსმეტიკა, არც სახის კრემი, ტანის კრემი, ახალი ფეხსაცმელი, ახალი ჩანთა. ერთადერთი რაც ვიყიდე იყო 12 ევროიანი Nike-ის ზურგჩანთა, იმიტომ რომ 24/7-ზე გარეთ ვიყავი და მჭირდებოდა რა თქმა უნდა კომფორტული ჩანთა, რომელშიც აბსოლუტურად ყველაფერი ჩაეტებოდა, წიგნებიდან დაწყებული, რა ვიცი, ტანსაცმელით, წყლით, საჭმელით და ასე შემდეგ დამთავრებული. ერთადერთი ნივთი რაც ვიყიდე იყო ეს, მაგრამ ვიცოდი რისთვის ვაკეთებდი ამას. ამიტომ თუ შენ ახლა გაქვს მიზანი, არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ეს იყოს, რომ რაღაცა სხეულის ესეთი ფორმები გინდა. ან შეიძლება ეს იყოს ახალი უცხოენის შესწავლა. შეიძლება ეს იყოს სამსახურის გამოცვლა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ ჩდება ერთ დღეში. უცებ არა ვიხედავთ და რაღაცა თავზე არ დაგვეცემა. ან შეიძლება გინდა სასურველი პარტნიორული ურთიერთობები. არ დაგეცემა თავზე რაღაცა. აბსოლუტურად ყველაფრისთვის უნდა გაიღო დღეს რაღაცა იმისთვის, რომ ხვალ გქონდეს ზუსტად ის მომავალი, რომელიც შენია, რომელიც გინდა. რა გირჩევნია? მთელი ცხოვრება იფიქრო იმაზე, რომ მეცადა თუ ეხლა ამ პოდკასტს რომ უყურებ. ადგე, დაწერო შენი მიზნები, დაწერო შენი გეგმები და დაიწყო მოქმედება. წარმოიდგინეთ, მე რომ შემშინებოდა, ის პროცენტიანი ვალი არ ამეღო, მე რომ მარტომგზავრობის შემშინებოდა, მე რომ უცხო ქვეყანაში ერთ წელში დავნებებოდი და უკან წამოვსულიყავი, დღეს სად ვიქნებოდი? დღეს არც კი ვიცი სად ვიქნებოდი, იმიტომ რომ ცხოვრებაში იმ გზას ვერასოდეს ვერ გავივლიდი, რა გზაც გამოვიარე. ალბათ პიროვნული განვითარებითაც არასოდეს არ დავინტერესდებოდი, იმიტომ რომ საკუთარ თავს მსხვერპლის როლში ჩავაგდებდი. ამოიყვანეთ თქვენი თავი მსხვერპლის როლიდან. ყველაზე დიდი არ ვიცი, ერთადერთი საფრთხე რაც გვაქვს ადამიანებს, ეს არის ის, რომ ვართ მსხვერპლის როლში. და ვაი თუ ამ მსხვერპლის როლს ემატება მეგობარი, რომელიც გვეუბნება, რომ კი, შესაძოდავო, არ გაგიმართლა. არ ვიცი, ყველაფერს ვცდილობ და არ გიმართლებს, იცი, უიღბლო ხარ. ესეთ მეგობრებს დროებით განერიდეთ. ესეთი მეგობრები თქვენ საერთოდ არაფერში არ გჭირდებათ. რომლებიც გეუბნებიან, რომ კი უიღბლო ხარ, კი საცოდავი ხარ, კი ყველაფერს ვცდილობ, მაგრამ არაფერი არ გამოგდის. გაერიდეთ დროებით ძალიან გთხოვთ მსგავს მეგობრებს გაერიდეთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან საშიში. ამას ვსაუბრობ ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. გაქვთ მიზანი? გადაიყვანეთ ეს მიზანი to-do list-ში. მაგალითად, ჩემი მიზანი იყო საზღვარგარეთ სწავლა. ამისთვის პირველი რა უნდა მექნა? უნდა მომეძებნა შესაბამისი უცხოენის მასწავლებელი. უნდა დამეწყო ამ უცხოენის შესწავლა. შემდეგ უნდა მომეძებნა ადამიანი, ვინც დამეხმარებოდა ან სააგენტო, რომელიც გერმანიაში წასვლაში დამეხმარებოდა, ხო? შემდეგ უნდა შემეტანა ვიზაზე განაცხადი. ვიზაზე უნდა გამევლო, რა თქმა უნდა, გასაუბრება იყო გერმანულ ენაზე. შემდეგ უნდა მეყიდა ბილეთი. უნდა ჩაუფრენილიყავი გერმანიაში. ესე რომ დავჭდე და დავჯდარიყავი და მეფიქრა, რომ მე გერმანიაში მინდა ურთულესია, მაგრამ როგორც კი ვიცოდი უკვე რა რის შემდეგ უნდა გამეკეთებინა, ძალიან მარტივი აღმოჩნდა, თუმე არც ისე ურთულესი არ ყოფილა. ძალიან ხშირად მწერენ ხოლმე, რომ ძალიან მინდა ინგლისური სწავლა, მაგრამ ვერაფრით ვერ ვსწავლობ. იმიტომ ვერ სწავლობ, რომ ვერ ხედავ რა შეგიძლია, რატო უნდა ისწავლო ინგლისური? რატო უნდა ისწავლო ინგლისური, ხო? მოტივაცია არ გაქვს. რისთვის სწავლობ ინგლისურს? მაგალითად შეიძლება მოტივაცია იყოს უკეთესი სამსახური. ჩემს შემთხვევაში მოტივაცია იყო საერთაშორისო კომპანიაში მუშაობა და მე მინდა და მემუშავა ისეთ კომპანიაში, რომელიც იყოს საერთაშორისო, მაგალითად, და რომელიც იქნებოდა ვივლიდი მთელი მსოფლიოს ირგვლივ. მსოფლიოს ირგვლივ არა, მაგრამ მთელი ევროპის ირგვლივ, მოკლედ მქონდა ისეთ სამსახური, მთელი ევროპის ირგვლივ შემეძლო სიარული და დღესაც ასე ვარ, ხო?
აქედან გამომდინარე რისთვის გინდა ინგლისური? იმისთვის, რომ იმოგზაუროთ და თავისუფლად ისაუბრო? ესეთ მოტივაცია. რა დონე გჭირდება ამისთვის? შეიძლება პირველი დონე, მეორე დონე, ან მესამე დონე. რა დონე გჭირდება? ანუ ტვინს ჭირდება გაზომვადი. აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მისნა დაისახა, უნდა იყოს გაზომვადი, ხო? ელემენტარულია. როდესაც სადღაც მიდიხართ და ჩაწერთ საძიობო ველში, მაგალითად ვაჟა-ფშაველა, ხო? სად მიგიყვანთ რუკა? ვაჟა-ფშაველაზე, მაგრამ იქ სადაც მას უნდა. მაგრამ თქვენ თუ ჩაწერთ ვაჟა-ფშაველას 45B, მიგიყავთ ზუსტად ვაჟა-ფშაველას 45B-ში. ანუ ტვინს უნდა კონკრეტული დავალებები. მინდა საზღვარგარეთ წასვლა. სად საზღვარგარეთ გინდა წასვლა? რომელ ქვეყანაში? კარგი. და რატომ გინდა აქ წასვლა? რას აკეთებ აქ? როდის აღწევ იმ მიზანს, რა მიზნისთვისაც აქ საზღვარგარეთ მიდიხარ? მინდა უკეთესი სამსახური. რას ნიშნავს შენთვის უკეთესი სამსახური? ან ზოგი მეუბნება, რომ მინდა უკეთესი სამსახური და ვეკითხები, ხო? რას ნიშნავს შენთვის უკეთესი სამსახური? რავი, უკეთესი ხელფასი. რამდენია შენთვის უკეთესი ხელფასი? არა აქვთ ამ ყველაფერზე პასუხები. და უნდათ, რომ უკეთესი სამსახური გქონდეთ. ზოგს უნდა, რომ მაგალითად გქონდეთ ძალიან კარგი ფორმები და იყვნენ სპორტულად და რას აკეთებენ ამისთვის? არაფერს. იწყებენ ორშაბათიდან, ახალი წლიდან, აღდგომის შემდეგ, ზაფხულის შემდეგ, ეხა ზამთარია თბილად გვაწვია ვინ გვეყურებს, ისევ ზაფხული მოვიდა და ესე გავიდა 5 წელი. მე რატო ვიცი ეს ყველაფერი? მეც ერთ-ერთი ვიყავი თქვენგანი. 100 ევროს ვიხდიდი 2 წლის მანძილზე ფიტნეს აბოში, სადაც არ ვიცი 2 წლის მანძილზე ორჯერ მივედი. რატო? ძალიან რთულია. ზარმაციერი ვართ, ანუ ჩვენ არ დაგვინახავს ჩვენ მშობლები როგორ დადიოდნენ სპორტ დარბაზში და ასე შემდეგ და ამიტომ აქ სპორტში ვარ ზარმაციერი, თორე ისე არ ვფიქრობ, რომ ზარმაციერი ვართ. ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო ჩემთვის, მევლო, იმიტომ რომ ვერ ვხედავდი მიზანს, ანუ მინდოდა რომ უცებ ერთ მისვლაზე რაღაცა ძალიან მაგარი სპორტული ფორმები მქონოდა და ვერ ვფიქრობდი ხოლმე რომ ეხა ეს რას მომიტანს მე, დიდ არაფერს არ მომიტანს. დღეს სპორტი ჩემთვის იმდენად განუყოფელი ნაწილია, ღამე არ დამეძინება, თუ ვიცი რომ დღეს მაქვს სპორტის დღე, ორშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი მაქვს სპორტის დღე, გამორიცხულია რომ მე იქ არ მივიდე და თუნდაც ბილიკზე 20 წუთი, თუ მეტი არ მაქვს დრო, თუნდაც მხოლოდ ბილიკი არ გავაკეთო, ხო? და 20 წუთი არ დავრჩე. რამდენი საათი გაგვიტარებია სკროლვაში, ან Netflix-ის ყურებაში, ან საერთოდ არაფრის კეთებაში და მაშინ რატომ გვიჭირს ის, რომ ჩვენ ოცნებებს მინიმუმ 1 წელი დავუთმოთ? წარმოიდგინე, სად იქნები 1 წლის შემდეგ, თუ დღეს დაიწყებ შენი ოცნების ცხოვრებისთვის ცხოვრებას. ანუ გადადებ გვერდით ზარმაცეს, მოტივაცია დაივიწყე, იმიტომ რომ მოტივაცია შეუძლებელია ყოველდღე გქონდეს. დღეს არც მე არ მქონდა აქ მოსვლის მოტივაცია, ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობარია ვენაში და გუშინ ღამის პირველ საათამდე გავატარეთ ერთად და ძალიან გამიჭირდა დღეს 7 საათზე ადგომა. საერთოდ არ მქონდა აქ მოსვლის მოტივაცია, მაგრამ მქონდა დისციპლინა, მქონდა პასუხისმგებლობა. ამიტომ აიღეთ დღეიდან თქვენს ცხოვრებაზე გულით გთხოვთ პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ის, რასაც დაწერთ, არ უღალატოთ საკუთარ თავს, არ უღალატოთ საკუთარ სურვილებს და 1 წლის შემდეგ ვერც კი წარმოიდგენ სად იქნებით. თუ გიჭირთ ამ ყველაფრის მარტო გაკეთება, რა თქმა უნდა, ამის სამუშაო როლიც გვაქვს მიზნების სისრულეში მოყვანის ტექნიკები, სადაც დეტალურად ჯერ საერთოდ იგებთ რა გინდათ, იმიტომ რომ ჩვენ ზოგჯერ ადამიანებმა ისიც კი არ ვიცით, სად ვართ ამ წუთას, ჩვენი აწერტილიც კი არ ვიცით და ბეწერტილთან როგორ მივალთ, ხო? პირველი ამ სამუშაო როლში დაახლოებით 20 გვერდი რაც ხდება, იგებთ თქვენს აწერტილს. ამის შემდეგ უკვე იქ რა მიზანსაც დაისახავთ, იცით როგორ დეტალურად არის აღწერილი, როგორ მიხვიდეთ ამ მიზნამდე. გამორიცხულია ადამიანმა იმუშაოს ამ სამუშაო როლით და 1 წლის შემდეგ არ გქონდეს ის მიზანი, რაც დაისახა ამ სამუშაო როლში, იმიტომ რომ ეს არის დისციპლინა, იმიტომ რომ აქ შენ ზუსტად ხედავ, რას კარგავ თუ დღეს შეგეზარება და თუ დღეს არ გააკეთებ იმას, რაც გქონდა გასაკეთებელი. ხო არ მოგწონს ის ცხოვრება, რაც დღეს გაქვს. ის ურთიერთობა თუ არ მოგწონს, რაც დღეს გაქვს, ის ხელფასი თუ არ მოგწონს, რაც დღეს გაქვს, ხო? მაშინ რაღაცა უნდა იმოქმედო და რაღაცა უნდა შეცვალო.
არ ვიცი მიზნებზე ლაპარაკი შემიძლია ძალიან დილამდე, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ძალიან კარგად გამომდის. რაც კი მიზნად დავისახე, აბსოლუტურად ყველაფერი მოვიყვანე სისრულეში. წარმოიდგინეთ, წლების წინ მე რომ შემშინებოდა და მეთქვა, აი მე რა კი რო დავაფუძნო, ეხლა რამდენი ადამიანია კაცო, ვისაც მსგავსი პროგრამა აქვს საქართველოში, ან სამუშაო რვეულები, ვინ იყიდის ამ სამუშაო რვეულს? კაი, ეს არაფერს არ მოიტანს. ანუ რომ შემზარებოდა, წარმოიდგინეთ, როგორ უნდა იყო თვითდისციპლინირებული, მე რა კი რომ დავაფუძნე, ვიყავი პარალელურად მაგისტრატურის სტუდენტი, მუშაობდი სრულ განაკვეთზე და პარალელურად ვქმნიდი ყოველთვე ახალ პროგრამას და ახალ სამუშაო რვეულს. ზუსტად ვიცოდი, თუ ამას არ გავაკეთებდი, რას მოვპარავდი საკუთარ თავს. საკუთარ თავს მოვპარავდი იმ ფინანსურ თავისუფლებას, რაც დღეს მაქვს. საკუთარ თავს მოვპარავდი იმ ბედნიერებას, რაც დღეს მაქვს. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ეხლა ამ პოდკასტზე, არ ვიცით, შეიძლება ცოტა რაღაცა იმპულსი მოგცათ, ცოტა мотиваცია მოგცათ, შევეცადე მიზნებზე მესაუბრა და არ ვიცი, რამდენად კარგად გამომივიდა, მაგრამ მე მგონია, რომ რაღაცა ისეთი მაინც წაიღეთ, რაც წასაღები იყო. პირველი, რაც მინდა დღევანდელი პოდკასტიდან სულ ყველაფერი რო დაგავიწყდეთ, რაც მინდა რომ თან წაიღოთ, ეს არის ის, რომ გამოხვიდეთ მსხვერპლის როლიდან. თუ უკვე ხარს დასრული, მაშინ აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, დაიწყე, ჩამოწერე შენი მიზნები, რა გინდა, ვინ გინდა, სად გინდა, როგორ გინდა გამოიყურებოდე. ყველაზე coaching-ში ესეთი კარგი მეთოდი არის, შენ ცხოვრება წარმოიდგინე 5 წლის შემდეგ. აი, იცი როგორი წარმოიდგინე, აი ფანტაზია, აი იფანტაზიორე, აი სად ხარ 5 წლის შემდეგ, როგორ სახლში იღვიძებ, თუ ბინაში იღვიძებ, რომელ ქვეყანაში ხარ, როგორ გამოიყურები, მიდი სარკესთან ჩაიხედე, როგორ გამოიყურები, ვინ არიან შენთან ერთად, მარტო ხარ, სხვა ადამიანები არიან, ვინ არიან ეს ადამიანები, შემდეგ წარმოიდგინე შენი კალენდარი როგორ გამოიყურება, რას აკეთებ ამ დღეს, საღამოს სად მიდიხარ, რომელ საათზე ბრუნდები, ანუ აი 5 წლის შემდეგ, ეხლა ამ პოდკასტ შემდეგ ეს გაქვთ დავალებად. წარმოიდგინეთ, ვინ ხართ. და ეს, რასაც წარმოიდგენთ, სრულად 1000% შემიძლია გითხრათ, რომ სრულად შეგიძლიათ მართლა რეალობად აქციოთ. სხვანაირად, ის, რასაც თქვენ წარმოიდგენთ, უბრალოდ არ მოვიდოდა თქვენთან. ყველა აბსოლუტურად წარმოიდგენს იმას, რისი პოტენციალი და რისი რესურსიც აქვს. და თუ ეხლა შენ უკვე ეს ყველაფერი წარმოიდგინე და ხვალიდან მოქმედებაში არ გადახვალ და საკუთარ თავზე მუშაობას არ დაიწყებ, წარმოიდგინე რა მაგარ მომავალს ართმევს საკუთარ თავს. მე მაგალითად ეს 5 წლიანი ხედვა ძალიან დამეხმარა და დღეს 5 წლის შემდეგ ზუსტად იქ ვარ, რაზეც ვოცნებობდი და ზუსტად ის ფინანსური თავისუფლება მაქვს, რაც დავწერე და ის არა, დაახლოებით 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს ეპიზოდი ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო. ისევ მინდა გთხოვო, რომ თუ ჯერ არ ხართ ჩვენი გამომწერი, გამოგვიწეროთ. სამუშაო როლების ლინკს აღწერილობაშიც დავურთავ, ან შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს Instagram გვერდზე და ძალიან დიდი სიამოვნებით ვიქნები თქვენი გზამკვლევი ამ გზაზე. ან იქნებ სხვა მენტორი მოგწონთ, ან იქნებ ფსიქოლოგი მოგწონთ და ასე შემდეგ. მე არც კოუჩი ვარ, არ ფსიქოლოგი ვარ, უბრალოდ დავაფუძნე მერაკი. და ჩემი მისია არის ის, რომ ადამიანებს დავეხმარო სრული პოტენციალის გამოვლენაში. მე კი მომდენო ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით, გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, მომდენო ხუთშაბათს ისევ სოლო პოდკასტი იქნება, თუ უკვე სტუმარი მეყოლება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სრულიად დამოკიდებულია ჩემს სამსახურზე. გემშვიდობებით მომდენო ხუთშაბათამდე.